წლების წინ როცა სამამულო შოუ-ბიზი ერთ ოჯახად ცხოვრობდა, 4 მეგობარმა თბილისური სცენა დაიპყრო და Backstreet Boys-ის ქართულ ანალოგადაც ჩაეწერა საესტრადო ისტორიაში. ცვლილებების და რამოდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ ქუჩის ბიჭებს იმ პერიოდში შეძენილი თაყვანისმცემელი დღემდე შემორჩათ. და სწორედ მათ გასახარად გეტყვით, რომ ბოი-ბენდი სცენას პირველი შემადგენლობით უბრუნდება. 22 ივნისს არის ქუჩის ბიჭების კონცერტი კლუბ City Club-ში და ჩვენს მაყურებელს შევთავაზებთ ძველ და ახალ სიმღერებს, ამ ყველაფერთან ერთად სოლო სიმღერებსაც, ბიჭების, ჩემი და კარგი დროის გატარებას. სცენაზე დაბრუნებას City Club-ში 22 ივნისს კონცერტით გეგმავენ. ჯგუფი მაყურებლის წინაშე ძველი შემადგენლობით წარსდგება. კოლექტივს ირაკლი ნოზაძე, იგივე პიკასო უბრუნდება. ზუსტად ის სიტუაცია იქნება, რომელიც სიტუაციაც ყოველთვის არის ხოლმე და სუფევს ქუჩის ბიჭების კონცერტზე. იგეგმება ახალი ვიდეორგოლის გადაღება, ეხლა ამ დღეებში იქნება დაიწყება გადაღება. მეორე ვიდეორგოლის გადაღება იგეგმება შემდეგ თვეში, ივლისში და იგეგმება ტურნე საქართველოს გარშემო დაახლოებით 25 კონცერტი. რამოდენიმე წლიანი საქართველოსთან განშორების შემდეგ სამშობლოს და სამამულო ესტრადას გურამ ლომიძეც დაუბრუნდა. გურამიკოს რადიო Fortuna Plus-ში სტუმრად გიგასთან მოსულს გავესაუბრეთ. ამერიკაში მოღვაწეობის შემდეგ მომღერალს 6-თვიანი თბილისური გეგმები აქვს. ამ ეტაპზე დიდი ხნით ვარ ჩამოსული, გეგმაში მაქვს დაახლოებით 6 თვით აქ გაჩერება, მე ალბათ 1-2 თვით მომიწევს წასვლა, იმიტომ რომ ჩემ საქმეს ამ მჭირდება. რა ვიცი, დიდი გეგმები გვაქვს საქართველოში შოუ ბიზნესის მხრივ, რომ განვავითაროთ ჩვენი შემოქმედება და ამოვკაჩოთ ისევ შოუ ბიზნესი. შესაძლოა კარიერულ გზაზე წინ წავიდა, მაგრამ მისი ოჯახური ცხოვრება არც ამერიკაში აღმოჩნდა წარმატებული. გურამიკო მეორე მეუღლესაც დაშორდა, თუმცა შტატებში მეორე შვილი ჰყავს. მომღერლის პირველ ოჯახს კი ჩვენთან ძალიან კარგად იცნობენ. ლომიძის პირველი ცოლი ისიპარის PR მენეჯერი ხატია შამუგია. სწორედ ამ უკანასკნელთან ჰყავს გურამიკოს პირველი ვაჟი ნიკოლოზი. ოჯახის თაობაზე რა გითხრას? ოჯახი შექმნილი არ მაქვს, მაგრამ ცოლი მყავდა იქაც. პატარა ბიჭი მყავს ამერიკაშიც, მაგრამ ცოლი არ მყავს. აქაც უფროსი ბიჭი მყავს 11 წლის ნიკა ლომიძე, რომელიც ძალიან მიყვარს. ტატიასთან ფანტასტიკური ურთიერთობა მაქვს და ასე ვთქვათ, თანამედროვე. მოკლედ, გურამ ლომიძეც იმ გადახვეწილი ქართველი შემსრულებლების რიგებში ჩადგა, რომლებიც ბოლო დროს თბილისს უბრუნდებიან. სოსო თოლორაიასი არ იყოს, გურამიც ჩამოსვლის დღიდან აქაურ შოუ-ბიზში აქტიურად ჩაერთო და ქუჩის ბიჭების სამომავლო გეგმებიც გაგვაცნო. თქვენ კი გეტყვით, რომ თუ ძველი დრო მოგენატრათ, ან ქუჩის ბიჭების სიმღერებს კასეტებზე უსმენდით, წარსულის გახსენების შანსი კიდევ ერთხელ City Club-ში 22 ივნისს ძველ შემადგენლობასთან ერთად გეძლევათ.